ფინანსური პრობლემა თუ ეს არის პოლიტიკური რაღაც პოლიტიკის ნაწილი ან პოლიტიკა აისახა ამ ტელევიზიაზე. ეს აისახა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა თუ თავად ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი, მისი ორ გუნდად გაყოფა, შემდეგ ასე აისახა ტელევიზიაზე. ძალიან გამარჯობათ, მოგესალმებით. ალბათ ძალიან რთული პროცესია, თავისთავად ერთნიშნულად რაღაცის ან ისე თქმა, ან ასე არის რთული, თუმცა რაღაც გენერალური ხაზი შეიძლება მაინც დავინახოთ მთლიანად ამ სიტუაციაში. ესე იგი, ფინანსური პრობლემები უკვე რამდენი ხანია, ერთი წელია მაინც წნეხად აწევს ამ ტელევიზიას, ხომ ასეა. ვიცით ყველამ, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ რატომ რა კავშირშია ეს პრობლემები, აი გუშინდელ და დღევანდელ და გუშინწილდელ ამბებთან, ეს არის ზუსტად, აი აქ არის ზუსტად მთავარი საკითხი, იმალება ამოხსნა ალბათ მთელი ამ ამოცანის კი არა და მთლიანად ამ სიტუაციის. ანუ თუ მე პირადად გონია ჩემი მოსაზრება მაქვს, ეხლა რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტებზე, ლოგიკაზე და ისტორიის ცოდნაზე ამ არხის დაყრდნობით არის ის, რომ მე მგონი წინა საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს არა პლურალისტური და მრავალხმოვანი და პოლიფონია რუსთავიორზე, არამედ უფრო მეტად აქცენტი გაკეთდეს ნაციონალური მოძრაობის სახეებზე, თემებზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აშუქებს, იმისთვის, რომ უფრო მეტად გაშუქდეს მათი აქტივობა, რათა მათ მოიპოვონ უფრო მეტი მხარდაჭერა თავისი ამორჩევლისგან და ზევიდან ალბათ კიდე ფიქრობს, რომ დამატებით ხმების მოსაპოვებლად, რაც არის მცდარი ტაქტიკა აბსოლუტურად. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ რუსთავიორი გახდება მკვეთრად აი ამ პარტიას მიბმული ტელევიზია, სადაც სხვების ხმა იქნება შეზღუდულად წარმოდგენილი. მგონია, რომ თუ კი არ იქნება ნიკა გვარამია, მაშინ ეს კაფიოთ იქნება უფრო მეტად აქეთ გადაიხრება ტელევიზია მთლიანად. ახლა ნაციონალები დაბლოკილი იყვნენ რუსთავიორზე. არა, არ იყვნენ ნაციონალები ყოველთვის ჩანდნენ, მაგრამ იქვე ჩანდა ლაშა ტუღუში, იქვე ჩანდა ელენე ხოშტარია, იქვე ჩანდა ლეიბორისტები ჩანდნენ ერთი წამი რა, ყველა იყო იქ. როგორც საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები, აქტივისტები, ისე ამას წინათ გამოჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, ვინც აქამდე იქ არ დადიოდნენ. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პარტია იყო იქ და გრძნობდა რუსთავიორის ქომაგობას და ეს იყო ურთიერთისკენ მიმართული პროცესი, ანუ ჩვენც მხარს უჭერდით რუსთავიორს და მომავალში დაუჭერთ ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი არის ერთი, თუ კი ეს ასე მოხდება, რუსთავიორის დაკარგავს ქომაგს, რუსთავიორი დაკარგავს მაყურებას და ნაციონალური მოძრაობას თუ აქვს იმედი, რომ დამატებით ხმებს მოიპოვებს გარდა თავისი საკუთარი ამორჩევლისა, აი ამაში ძალიან მწარედ ცდება მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ამის იმედი აქვს და გვარამია ამ არხზე იყო ზუსტად პლურალიზმის გარანტი. ლიკა, ამ არხზე მხოლოდ ნიკა გვარამია თქვენთვის ამის გარანტი. ამის კითხვა მინდა მე ძალიან ვაპარაკობ, მაგრამ რახან ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არ ვიცით გადადგა თუ არა ნიკა გვარამია, აი ამ ჭრილში გამიხილოთ პროცესი, იმიტომ რომ ეს აი ამ ადამიანის იქ ყოფნა არის ინდიკატორი, მაჩვენებელი კურსი საიწავა რუსთავიორის საით გადაიხრება. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა ნანუკა ჟორჟოლიანი გვერდება ეთერში უკაცრავად მე პროდიუსერ ვთხოვე კომუნიკაცია მასთან, ვინაიდან აქ იქნა უკაცრავად სტუმრებს ვთხოვ ცოტა ხანი გაჩნდეს. ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გადადგან. გადაწყვეტილება არ მიუღია გია ყარამანაშვილს. არავის არ გაუგია ნიკა გადადგან. მე რაც ამ კაცმა გვარა და ნერვები და შეწირა თავისი საკუთარი პირადი კომფორტი გარკვეულწილად შეწირა ამ ადამიანს აქ ჩადო ნერვები, პირადი ჯანმრთელობაც ალბათ სავარაუდო და 1000 სხვა რამ. ამ ფონზე უცბად ადგა არიცნობ გია ყარამანიშვილს და მაშინ გაგვეცნობს ისე გია ყარამანიშვილს და ვიცი რომ ძალიან დიდი მადლობა დაიწყო ჩვენ აუცილებლად მე ჩემს გეუბნები განწყობა არის ზუსტად ისეთი ჩვენ ნახეთ როგორ იყო ამ გენერალური დირექტორის დროს რუსთავიორი. ეს გენერალური დირექტორი ძმები ყარამანიშვილების დანიშნულია უკაცრავად.
შვილები არის მიხეილ სააკაშვილის ესე იგი კავშირი ამ რუსთავი ორთან. მეტი არაფერი არ არის და რეალურად ვიზია ეს ტელევიზია ისინი ძალიან კარგად ვიცით. მე ყარამანიშვილები ამ შემთხვევაში მხოლოდ ფიქცია რომ არის ეს ყველა მიცის ქალბატონო ელისო და ახლა რაღაცა კოცურ ლოგიკას მიყვებით. რას ნიშნავს ფიქცია? ამას ამბობს უბრალოდ ძინა ივანიშვილიც და ქართული ოცნები ძალიან დიდი ნაწილი. მოდი ნანუკას აუცილებლად ვინაიდან ახსენეს ამ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანი ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნანუკა გამარჯობა, მადლობა რომ მადლობა რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემაში მონაწილეობ მიიღებ და გადაწყვეტილებას მოდით მოусმინოთ კიდევ ერთ სტუმარს ქალბატონო ელისო. მოდით კიდევ ერთ სტუმარს მოусმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ნანუკა პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენ შეგიძლიათ თუ არა დაგვიდასტუროთ ინფორმაცია რომ ნიკა გვარამია გადადგა თან ანუ წავიდა